1 აპრილს გამთენიისას ჩემთან შემოვიდა ვიდეო და შეტყობინება, რომ გორის კრემატორიუმიდან ამოდის კვამლი, საშინელი კვამლი და ეს კვამლი გრძელდება უკვე რამოდენიმე საათია. მე მაშინვე დაუკავშირდი ჩემს ერთ-ერთ მეგობარს იურის, რომელმაც გადარეგა გორის თავშესაფარში. ამის ჩანაწერები და მტკიცებულება მე მიდევს და აი ამ ჩანაწერების და მტკიცებულების მიტანას ვითხო პოლიციაში და საგამოძიებო ორგანოებში, რასაც დღემდე ვერ მივახციე. მოკლედ დარეკამ იურისტმა თავშესაფარში გამთენიისას 3 საათზე და დაუდასტურეს, რომ დიახ, შემოსული არის სურსათის სააგენტოს ზაღდამჭერი მანქანები და ჩვენ კრემატორიუმში ვწვავთ წინა დღის გარდაცვლილ ლეშებს. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო თავშესაფარს არანაირი უფლება არ აქვს კანონით, რომ მოაგროს თავშესაფარში გარდაცვლილი ძაღლები რამოდენიმე საათი თუნდაც. ამიტომ მე გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ სურსათის მანქანები როცა შევიდნენ გორის თავშესაფარის ტერიტორიაზე და რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო კრემატორიუმის მილმა კვამლის გაშვება, გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ის ძაღლები, რომლებიც შეიყვანა სურსათმა, იმ ძაღლების დაწვა ხდებოდა. და რატო ცოცხლად დაწვა? იმიტომ რომ კრემატორიუმის ღუმელი ჩაირთო რამოდენიმე წუთის შემდეგ, რაც მანქანები შევიდნენ შიგ. და ამიტომ მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და არა ის, რაც გაუკეთეს ჩვენ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც შეიყვანეს გუში პოლიციაში და მიდიოდა მასზე ზეწოლა, რომ თქვი, რომ შენ ელის ბარაშვილი გაძლევს დავალებას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგარიჟირებული და 2 საათი მიდიოდა პოლიციის უფროსის მიერ მასზე ზეწოლა და ყვირილი და ბულინგი. ამიტომ მე აქედან საჯაროდ ვაცხადებ საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რომ მე აქ ვარ და მე მზად ვარ მოგაწოდოთ ყველა მასალა და ფაქტი, რაც არის ჩემს ხელს და კეთილინებენ ჩემი აი ამ გონივრული ეჭვის საფუძველზე გამოიძიეთ ის შესაძლო დანაშაული, რაც ჩაიდინა გორის სახელმწიფო თავშესაფარმა.